ქუთაისის კიდევ ერთ გარეუბანში ვართ, მაგრამ ეს არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძური. გელათი, მოწამეთა, ამჯერად სორმონში ვართ. აი თუ გინდათ მოინახულოთ წმინდა სამება ტაძარი, რა თქმა უნდა, აქ არის სორმონში და აქვე არის რესტორანი სორმონი. ამიტომ გვერდი ვერ აუარეთ და ამ სორმონსაც ვეწვიეთ. ეს არის ძველი სამზარეულო, ჩვენ ვართ ყველაზე კოლორიტული, ყველაზე ძველი რესტორანი, რესტორანი სორმონი. თუ ვიყავით ბიკენტია საქაბაბეში, რა დააშავა ძველმა სორმონმა, ამიტომ ჩვენ ვართ ეხა სორმონის სტუმრები. როგორც მითხრეს, არის ახალი და ძველი სამზარეულო, ჩვენც რა მნიშვნელობა აქვს? იმასაც ნახავ, იმასაც ნახავ, ობიექტურობას რა თქმა უნდა დავიცავ. ახალი გარემონტებული, როგორაა ჩაწეკწეკებული, შეხედეთ? აი როგორ არის მოწესრიგებული. კედლები გაკეთებული, ჭერი გაკეთებული, იატაკი გაკეთებული, შევიხედოთ მაცივრებში. მაცივრებიც სულ ახალია. ეს არის ფრის აპარატი. კი ბატონო, ეს არის ფრიტურის მრავალჯერადი ზეთი. აქაც ნორმალურია ყველაფერი. ეს არის დაფა, რომელიც ამ რესტორანს ნამდვილად არ ეყადრება და გამოსაცვლელი ეს სიშავეები და ეს არის კატასტროფა და ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს დაფა კარგია და მისაღებია. დღეს ჯერ არ გიმუშავიათ, ხო? მაშინ აი ეს რატო გაქვთ დატოვებული, მითხარით? მე რა რომ ნიგოზი არის, უნდა გაირეცხოს, ძველი ნიგოზი, ჩვეულებრივად მჟავდება ისე, როგორც ახალი ნიგოზი. არანაირი სხვაობა არ არის. უნდა დაიშალოს და უნდა გაირეცხოს და ყოველდღიურად ახალის გატარება უნდა მოხდეს. ბადეები კი გაქვთ, მაგრამ ბუზებით სამწუხაროდ არის და მესმის ეს არის ისეთ ადგილზე ხართ, რომ ტყეარი და ბუზი იქნება, მაგრამ აი ესე პროდუქტზე იყოს ბუზი დამჯდარი, ნუ არასწორია. ეს არის სამაცივრე ოთახი, ყველა ახალი დანადგარი, მაგრამ ბუზები არის და სუნიც მანდა მაინც რო გითხრათ არ მომწონს. აი ეს უკვე ამას უკვე ეს სინამდვილე მაცივები თვითონაც. თქვენი სახელი ქალბატონო? ლალი. ქალბატონო ლალი, თქვენ შეფი ბრძანდებით? ეხა მითხარით. ამას რო ვიღებთ, აი ამ ხორცს რო ავიღებთ, დავდებთ მაგიდაზე და შემდეგ დავადებთ ზევიდან ხორცს. რამდენად სწორია? ეხლა მითხარით, ეს ხბო არის, ხო? დიახ, დიახ. საბუთი ამის რატო არა გაქვთ? არ მითხართ რომ გვაქო? მომიტანეთ. მომიტანეთ. აი ეს არის ერთი ხბო არის, ფაქტიურად ეს არის დაჭრილი და ეს არის ფეხები. ბეჭედი მაჩვენეთ. ჭრით, ქალბატონო მადონა სვრიან ერთმანეთს. მომეცით საბუთი. ჩაყინული ასეა იყოს, აი ეს არასწორი. კუჭმას რატო არ აქვს თავზე დახურული? აი აქედან ახლა მე ცხელი იყო ქალბატონო მადონა, რო ჩავდგი, მაცი ვარ. ცხელი საერთოდ არ იდგმება, ჩემო ძვირფასო მაციوارში. საერთოდ არ იდგმება მაციوارში ცხელი და მე რო გაიყინა და ეხა არის გაყინული. ნახეთ, აი ეხა აი თქვენს რო ჩაიხედებთ, ეხა ყველანაირად ვერიდები, რომ აი ჩემი თმა არ ჩავარდეს და აი ვცილობ რომ თავი აქეთ გამოვწიო, მაგრამ ხო არის შესაძლებელი, აი თქვენც ხო იყურებით ქვევით. არავითარ შემთხვევაში თავ ღია არაფერი არ უნდა იყოს. ხბოს დოკუმენტს ველოდები. ეს არის უფროსი არა, თქვენ უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ მაკონტროლებელი რომელმა უნდა გქონდეს დოკუმენტი. ხბოს დოკუმენტი. ხბოს დოკუმენტი არა გაქვს ზუსტად ვიცი და ვერ გექნებათ ვერანაირად. ყველგან არის აბსოლუტურად დასტიკერება, რისი ხორცია. აი ნახეთ, საქაბაბე, ბლინი, ოსტრი, ქათამი, ყალია, ოსტრი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად არსად არ არის ვადა. ვადა? ხო, ვადები, მაჩვენეთ, ვადები. ვადა რა გაკეთებული? ეს არის სავალდებულო, ვადები უნდა გქონდეთ. მე ხო არ ვიცი, როდინდელია ხორცი. ვადებთან ძალიან დიდი პრობლემა გაქვთ. ეს ნიხს ყინავთ? ნიხვი არის ჩაყინული ქალბატონო. გენიალურია. ხილდა ჩემი აქნოს და ყოველ შემთხვევაში როგორ შევინახოთ ნიხვი, იმას მაინც ვისწავლით. ისო შევაწუხეთ, მოვედით და არ მოეწონა ჩვენი სტუმრობა ბოდიში. ეს არის გადახურული ტერასა, აქვეა ფაცხები,
არის ასევე შემინული დარბაზი და იმ დარბაზსაც ვნახეთ და ნახეთ პირდაპირ მინდორში გაშლილია მაგიდები, სკამები, ეხლა წვიმიანი ამინდია და ბუნებრივია სტუმრებს ეხლა არ ელოდებიან, მაგრამ კარგ ამინდში ალბათ აი ამ ხედებით რო ჩაჯდებიან სტუმრები და რო გადახედავენ ამ ულამაზეს ბუნებას, ამას რაჯობია. რა თქმა უნდა, ძალიან აღფრთოვანებულები ვართ ამ ხედებით, მაგრამ ჩემი აღფრთოვანება არანაირ კავშირში არ არის სამზარეულოსთან, რომელშიც ახლა მადონა კოიძე იმყოფება. უკვე ვიცით, რომ აქ არის ძველი და ახალი სამზარეულო და მოდით დავათვალიეროთ ასევე დარბაზი. და აი სორომონის დაპირებული დარბაზი მთლიანად შემინულია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა და აი ტკბები ამ ხედებით ხარ ბუნებაში, ულამაზეს სოფელ სორმონში, მაგრამ ნახეთ როგორ არის ხის ჭერია და ამავდროულად ბროლის ჭაღები ალამაზებენ ინტერიერს, საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა. იატაკი არის სუფთა და აგერ ვნახოთ ეხლა გადასაფარებელი. ნამდვილად მინდოდა მეთქვა არ არის დამწვარი, მაგრამ მაინც შევნიშნე, რომ აი ეთყობა სიგარეტით მაინც დაიწვა. აქ მშრალი საწყობია და არაფერი საინტერესო, მაგრამ ესე ძალიან კარგად არის გაკეთებული, თავისი იატაკიან, ჭერიან ყველაფრიანად. აი სწორი როგორ არის, ნახეთ? აი აქ არის ყველაფერი შენახული, ქიმიკატები ცალკე და აბსოლუტურად არანაირი წვდომა არ აქვს და გადაკვეთა პროდუქტთან და ესაც ძალიან კარგი გაკეთებულია. ესეც საკუჭნაოა ჩვეულებრივი და ახალი ჭურჭელია, რომელსაც თქვათ რაღაც ღონისძიებებზე გამოიყენებენ. ესეც ცალკე სივრცეა და არანაირი კვეთაში არ მოდის არაფერთან. ნუ ესეც ჩვეულებრივად სამზარეულო, რომელიც უკვე დაიტვირთება სრულყოფილად და ნელ-ნელა ძველი სამზარეულოდან გადმოდიან აქეთ. დღეს არის 30 სექტემბერი, 17 აგვისტო. ივნისი, 17 აგვისტო, 19 აგვისტო, 13 აგვისტო, 20 ივლისი, 20 ივნისი, 22 ივნისი. ოღონ ეს ხბოების არ არის, ეს არის ხორცი საერთოდ მიღება. 19 აგვისტო, 13 აგვისტო, 7 სექტემბერი, 22 სექტემბერი. ოღონ ეს არის, რა ქვია. ეს არ არის ხბო. არ არის მეტი ვერ იპოვეთ? თქვენ ვერა. აბა მე საიდან ვიპოვო და მე კიდე ერთხელ წაგიყვათ და გაჩვენებთ. შეხედეთ, აი ეს კარგად გაყინულიც არ არის. აი ეს არის სულ ახალი შემოტანილი ხბო. ნახეთ? აი შეციებულია. ეს არის სულ ახალი პროდუქტი. ამას შეხედეთ, რამდენად ახალია. სულ ნედლია, სულ თოთო არის. აი სუნთქავს ხბო, არაჩვეულებრივია. განაც სუდია, კარგია. მაგრამ ქვეყანაში სადაც არსებობს უამრავი ჯილეხის კერა, მართალია სურსათის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობა მაქსიმალურად უვლიან ამ კერებს, მაგრამ ეს კერები არსებობს და არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც არსებობს. აქედან გამომდინარე აუცილებელია არა მარტო ჯილეხის გარდა კიდე სხვა ზოონოზური დაავადებები არსებობს. ამიტომა ვალდებულება, რომ ყველა აბსოლუტურად პირუტყვი ეს იქნება საქონელი, ეს იქნება ღორი, ეს იქნება ქათამი, ყველა უნდა დაიკლას სასაკლაოზე ვეტერინარის წინა და დაკლის შემდგომ დათვალიერების შემდეგ. იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად დაავადება გამოირიცხოს და თქვენამდე მომხმარებელო მოვიდეს უვნებელი, ხარისხიანი პროდუქტი და თქვენ მიირთვათ საღი, ლაღი პროდუქტი. პროდუქტი არის არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ჯილეხს ახასიათებს სისველე და სრულიად მშრალი და კარგი არის, ვაღიარებ, მაგრამ ვეტერინარის თვალი არის სულ სხვა და ჩემი კომპეტენცია ამისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის. მე მხოლოდ ჩემი ძლია, ჩემი ცოდნის პარგლებში კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მე არ მაქვს აი ის ბექგრაუნდი და აი ის კვალიფიკაცია, რომელიც გააჩნია ვეტერინარს. სულ მინდა რომ გავცდე ამ გადახურულ სივრცეს და გავიდე ბუნებაში. მართალია წვიმს შემოდგომა და ბუნებრივია ეს ამინდი, მაგრამ აი ნახეთ როგორი ულამაზესი ბუნებაა. აი აქ კიდევ ერთი შენობა, ალბათ ესეც დარბაზია. გარემო მომწონს.
სამზარეულოში არის რა თქმა უნდა შენიშვნები, ნუ ძველი სამზარეულო ბუნებრივია, არ არის მანდამაინც კარგი და ახალი უკვე კარგად გაკეთებულია. აქვე ძროხები დასეინობენ, აგერ ხედავთ, ეს სოფელია და ბუნებრივია, რომ ძროხაც აქ არის. ერთადერთი რაც ვერ გადავიღეთ, ეს არის სველი წერტილები, იმიტომ რომ გვითხრეს რომ რემონტშია, გარემონტდება და მე მობრძანდითო. არ მგონია რომ სველი წერტილების გამო კიდევ ერთხელ მოვიდეთ, მაგრამ აი ამ ბუნების გამო შეიძლება კი ვეწვიოთ ამ ადგილას. აი ძროხის ყმული ისმის. თან სოფელია, თან ბუნება, მთები, აი რაღაცა ველური ბუნებაც არის ამავდროულად და ულამაზესია იმერეთი, ულამაზესია ჩვენი ქვეყანა, გაუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. აი როგორც სადღეგრძელოებში გვიყვარს, ისე გვიყვარდეს რეალურ ცხოვრებაშიც. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ქუთაისის მახლობლად, სოფელ სორმონში და ეს არის რესტორანი სორმონი. ეხლა გაჩვენებთ რა ხდებოდა და რატო გააკეთა ახალის არაჩვეულებრივი სამზარეულო რესტორანმა სორმონმა. აქაც არის მაცივრები, აქაც მიმდინარეობს, აქ რეცხვა მიმდინარეობს, აი ეს ცალკე სივრცე არის და ძალიან კარგია და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს არ არის ის სივრცე, სადაც ირეცხება დარბაზის ჭურჭელი. აქ ირეცხება ქვაბები და ეს არის ძალიან სწორი, მაგრამ აქაც უნდა იყოს დასუფთავებული ყველაფერი და აბლაბუდები როგორც მინიმუმი უნდა ჩამოხსნათ. მაგიდები უჟანგავია და იქაც მაგიდები. ეს რა არის? წყალი ჩამო. ჩამოდის მოყვება იმას. ეს რა არის? ეს ძველი ხუმელია? ძველი ხუმელია. და ამაში რამდენი გოჭია აქ შეწვარი? აი მე არ ვიცი. ვერ გეტყვით ნამდვილად. უამრავი. 3 წელია მუშაობს ჩვენი ფეჩი და მუშაობთ. შეიძლება უამრავი ნამდვილად. უამრავი წარმოიდგინეთ და ძალიან უყვარს. რამდენი ნიყვი ამაში შემწვარი? აჰა. ცხელებს და წყალ ზატოცხელი, წყალი არა გაქვს? კი, გვაქვს, როგორ არა. აბა მაჩვენეთ. ეხლა ვიკივლე. აბა მაჩვენეთ. არა, კალკატურიბაზოლა ცხელი წყალი. უნდა შეგოვიყვანოთ იქიდან ჩახსნილი. მაშინ თუ გაქვთ როგორაა ჩახსნილი და ესე იგი არ ქონიათ? ამ წუთში არა გვაქვს. უნდა გადმოვიტანოთ ცხელი წყალი გვაქვს. თქვენ ხო იცით ანდაზა ის რო არის გამონათქვამი რომ ჩემო ენა, ჩემო მტერო. აი როგორ წამოგხსნათ ეხლა რომ არ არის ცხელი წყალი. აი ესეც გასაწმენდია. თუმეტეს თებშები ედება. გასაწმენდია აუცილებლად. მე სხვათა შორის სორმონი ვნახეთ ფილიში. საოცარია, იცით როგორი მოწესრიგებულია და როგორი კარგია? ეგეთი მინდა აქაც. სამზარეულო ამის საშუალებას გაძლევთ. და მეორედ რომ ჩამოვალ, რამდენი დრო გჭირდებათ რომ მთლიანად აი იქეთ გადახვიდეთ. ახლა ჩვენ ვიწყებთ ამის დაანგრევას ქალბატონო მადონა. ამის ეს ნაწილი დაინგრევა და გადავდივართ ალბათ ერთ თვეში გადავართ ახალ სამზარეულოში. ხო და ერთ თვეში აუცილებლად ისევ ესტუმრები სორმონს და რომ ვამბობ რომ სამზარეულოში წვიმს თქო თქვენ არ გჯერათ ხოლმე აი კაპ და საწვიმს სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს.